ოლიმპიური სოფლიდან გვერდება ლიკუნა წინქარიშვილი, რომელიც გაგვიზიარებს კიდევ უახლეს დეტალებს იმ შვენიერი ფანტასტიკური შოუდან, რომელიც სამზადისის უკვე დასრულდა. ლიკუნა, დილამშვიდობის. როგორია განწყობა? ჩვენს მაყურებელს მინდა გითხრათ, რომ ევროვიზიის საბავშვო კონცერტამდე სულ რამდენიმე საათი არის დარჩენილი. ყველა დეტალი უკვე დასრულებულია, რეპეტიციები უკვე ჩავლილი არის, აქციების ცხელება უკვე მომატებულია და რეალურად ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ევროპას ვაჩვენოთ გრანდიოზული შოუ. ჩემთან ერთად ახლა იმყოფებიან რესპონდენტები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში მუშაობდნენ. ნათია მშვენიერაძე არის ჩემთან ერთად, საბავშვო ევროვიზიის აღმასრულებელი პროდიუსერი, რომელიც უკეთესად მოგვიყვება მუშაობის პროცესის შესახებ. ნათია, დილამშვიდობის. როგორ შეაფასებდით მუშაობის პროცესს? ყველაფერი უკვე დასრულებულია და მზად ვართ. რეალურად მართლა უკვე შეგვიძლია თუ არა ევროპას ვაჩვენოთ გრანდიოზული შოუ? მოგესალმებით, რა თქმა უნდა, ყველაფერი დამთავრებულია, ანუ გავიარეთ რეპეტიციები, ყველა დელეგაცია ჩამოსულია. მინდა ვთქვა, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირის აზრითაც და ასევე დელეგაციების აზრითაც ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროვიზია, ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული. ჩვენ ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა ჩადო როგორც შემოქმედებითმა ჯგუფმა, ასევე ზოგადად ქვეყანამ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ ჩვენ ამ 17 ქვეყანას ნამდვილად ღირსეულად დავხვედროდით და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგად გამოგვივიდა. ანაცია, ანიტაზე რომ თქვათ, მე რამდენი ნომრით წარსდგება სცენაზე და როგორი განწყობით და შემართებით არის? ანიტა წარსდგება მე-15 ნომრად, ის არის ძალიან მაგარი გოგო, ძალიან მაგრა მღერის და არ ნერვიულობს საერთოდ, რაც ძალიან იშვიათია ბავშვებისთვის და მინდა ვთქვა, რომ დღეს ღამის 12 საათზე დაიწყება ხმის მიცემა და მინდა მოუწოდო ყველას, რომ ხმა მისცეს საქართველოს და მისთვის ასურველ კიდე ორ ქვეყანას, ანუ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც საბავშვო ევროვიზიაზე საკუთარი ქვეყანა თავის თავს აძლევს ხმას, ასე რომ უკვე ანიტა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის და დანარჩენი უკვე ხალხმა უნდა ქნას და ხმა უნდა მისცეს, რომ ანიტამ და საქართველომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვოს. ძალიან დიდი მადლობა ნათია, ჩვენთან ერთად იმყოფება ასევე მარიი, რომელიც ასევე ამ მუშაობის პროცესში იყო ჩართული. Hello, first of all, welcome to Georgia. Are you satisfied with working us? Definitely I am, and it's now since ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქართულ ხალხთან ერთად ვიმუშაობ. უკვე დიდი ხანია ერთად ვიმზადებით ამ დღისთვის და ნამდვილად საოცარი შრომის მოყარეობით გამოირჩევიან ისინი. Are they great? Yes, now everything is coming ჩვენ together. ყველაფერი ერთად დავგეგმეთ და თითოეულ დეტალზე ერთად ვიმუშავეთ. ისეთი სცენა და გარემოა, რომ გჯერა აქ მალე საოცრება მოხდება. თითქმის ყველა პაზლი შეერთდა და მთლიანი სურათიც გამოიკვეთა. გჯერა, რომ ეს დღე განსაკუთრებული და დაუვიწყარი იქნება. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ საბავშვო ევროვიზიაში მონაწილეობას 18 ქვეყანა იღებს. საქართველოს კი ანიტა აბგარიანი წარადგენს, რომელმაც ძალიან დიდი შრომა ჩადო იმაში, რომ დღეს ამ სცენაზე მდგარიყო. ანიტა, დილამშვიდობის, რამდენიმე საათში უკვე სცენაზე დადგები და წარადგენს შენ საქართველოს. როგორ განწყობაზე ხარ, როგორ იყო სამუშაო პროცესი და მზად ხარ თუ არა იმისთვის, რომ ძალიან მაგარი ნომერი აჩვენო ყველას? ძალიან კარგი მოლოდინები მაქვს, ძალიან კარგი განწყობით გავდივარ სცენაზე და ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ კარგი შედეგი დავდოთ საბავშვო ევროვიზიაზე. როგორი იყო თვითონ სამუშაო პროცესი? ეხლა როგორი განწყობით ხართ და რას ფიქრობთ ბავშვებო, როგორი იქნება დღევანდელი კონცერტი, როგორ ჩაივლის? ჩემი აზრით კონცერტი ძალიან კარგად ჩაივლის და ალბათ შეიძლება რომ მოვიგოთ კიდეც, იმიტომ რომ ხალხს ძალიან მოსწონს ჩვენი მუსიკა. ვარჯიშებმაც კარგად ჩაიარა ძალიან და არ ვფიქრობ, რომ ეხლა რამე სანერვიულო გქონდეს, იმიტომ რომ თვითონ ანიტა ყველაზე მაგარი კონკურსანტია ჩემი აზრით. ანა მარია, შენ როგორი განწყობით ხარ? ძალიან მხიარულად ვარ, ყველა მზად ვართ და რაც შეცდომები გქონა, ყველა გამოსწორებული გვაქვს და უკვე ჩვენ მზად ვართ ამ კონცერტისთვის. ბიჭებო, გაგვეცანით, მოდი და მოგვიყევით ეხლა თქვენი განწყობა როგორი და მოლოდინი როგორი გვაქვს კიდევ? მოლოდინი არის ყველაზე მაგარი, გქონია რომ აი ტოპ 5-ში მაინც და შევიდეთ, იმიტომ რომ ამის ამბიცია გვაქვს ყველას. პირველი რეპეტიცია სცენაზე, ცოტა ნერვიულობდით პირველი რეპეტიცია, როდესაც გავიარეთ სცენაზე, მაგრამ შემდეგ რეპეტიციაზე ეს ნერვიულობა სადღაც გაქრა და აი ყველამ ჩვენი მაქსიმუმ ჩავდეთ ამ რეპეტიციებშიც კი. შენ რას გვეტყვი, აბა შენთვის როგორი იქნება ეს ნომერი? ეს ნომერი? ჩემედაც ნომერი ძალიან არის საწყობილი. ანიტა ძალიან მაგრამ ხერის და აი მგონია რომ აი კარგ შედეგს დავუდებთ. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო, ანიტა, მე წარმატებას გისურვებ და მე კიდევ ერთხელ მიმართავ მაყურებელს, რომ ხარი დაგიჭირონ და მოდი ბოლოს გითხარი უკვე დასასრულს რას ეტყოდი შენს მხარდამჭერებს და შენს გულშემატკივრებს.
მინდა მადლობა გადავხადოთ ჩემს ხარდაჭერებს, ყოველთვის ხედავ ვიდეოებს და ძალიან მიხარია და მინდა მადლობა გადავხადო ყველას. კარგი, მე აღარ მოგაცნეთ, ვიცი რომ ძალიან ბევრი სამუშაო გაქვთ, ასე რომ დაუბრუნდით თქვენს ადგილებს. მე კი შევახსენებ მაყურებელს, რომ რამდენიმე საათში დაიწყება კონცერტი, რომელსაც აი ამდენი ადამიანი ელოდება. აქვე გეტყვით, რომ არ დაგავიწყოთ, რომ 12 საათზე იწყება უკვე ხმის მიცემა. ხმის მიცემა შეგიძლიათ როგორც საქართველოსთან, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ანიტასთვის, რომ გავერთიანდეთ, მხარი დავუჭიროთ. მე კი გეტყვით, რომ კონცერტი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პირდაპირ ეთერში გადაიცემა.